ჩვენი პოლიტიკური გუნდის ევროპული საქართველოს სიმპათიის, ეს არ გახლავთ საკითხი ზოგადად რაღაც პოლიტიკური შეხედულების ხალხის გაერთიანების. საკითხი გას მარტივად შეიძლება თუ არა ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ისეთ აკონტროლებს პოლიტიკური ინსტიტუტებს კონსტიტუციის ჩარჩოების მიღმა, გააკონტროლებს ნაციონალურ დონეზე ყველა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას და რუსთაველიანი ერთადერთი სამწუხაროდ რომელიც სარედაქციო პოლიტიკასაც ის ვერ აკონტროლებს. თუმცა ეს შეძლო თუ გაიტანა თავისი უზარმაზარ ზიანს მიიღებს ჩვენი დემოკრატია და ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ინსტიტუტები. და შექმნეს ძალიან სახიფათო ვითარება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს საბოლოო ჯამში მას ვერ გადაარჩენს, უფრო მეტიც, უფრო დიდი რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოს პერსონალურად მისი პოლიტიკური მომავალი, მაგრამ ამ პროცესში საქართველოს და ჩვენი მომავალი დაზიანდება სერიოზულად. ამიტომ მგონია ჩვენ აქ და ამიტომ არის ჩვენი პოზიცია ძალიან კაფეო, რომ მშვიდობიანი დემოკრატიული გზით უნდა აღვდგეთ წინ ამ კონკრეტულ ცდელობას რუსთაველის ხელშეაგდების, იმიტომ რომ ზიანს ეს ყველაფერი მოუტანს ყველას თანასწორად. ქიბერხალხში თუ გახდება მფლობელი, ამ შემთხვევაში დაკარგავს რუსთაველის სარედაქციო დამოუკიდებლობას მიუხედავად იმისა, რომ თქვათ არის დაპირებები, რომ ეს ასე არ მოხდება. რა დაპირებებია საუბარია. ამას სერიოზულად არავინ არ განიხილავს, თვითონ ივანიშვილი და მისი გუნდი ღიად ლაპარაკობენ რა აწუხებს. ის რომ ვერ აკონტროლებენ სარედაქციო პოლიტიკას და ეს მასკარადი მოწყობილი არის ამ ყველაფრის რაღაც ძალიან გამჭვირვალედ შენილბისთვის. არც პრინციპში არც წყალებში არც გვატყუებენ რატო და რისთვის აკეთებენ ამით. ამ მთელი საუბარი ახლა ზრდილობისთვის ვინ რა თქვა უადგილო არის აბსოლუტურად. თვითონ აქციას არ გავლენა შეიძლება ქონდეს ამ პროცესზე ესეც. მე ხა ამ კონკრეტული ერთი აქციის გავლენაზე არ ვისაუბრებ. საერთო ჯამში ჩვენი როგორც მოქალაქეების ვალია, რომ ყველგან სადაც ამის შანსი არსებობს, ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ და ყველა ლეგიტიმურად დემოკრატიული ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, მათ შორის ზიანი მივაყენოთ პოლიტიკური ამ გუნდს, ამ რეჟიმს, ივანიშვილის რეჟიმს, ყველა ფორმით, რომელიც დასაშვები არის, შემაკავებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს ამას. იმედი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ამ შემთხვევაში შედეგი დადგეს და თითოეული მოსამართლეთვის, რომელიც ვიცით, რამხელა ხეხის ქვეშ არის, ნათელი იყოს, რომ ეს იქნება პოლიტიკური განაჩენი და საზოგადოებრივი განაჩენი, უფრო სწორედ მათთვის მთელი ცხოვრებისათვის. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც მე უბრალოდ ჩაივლის. ეს მათ უნდა იცოდნენ, აქ ჩვენი ყოფნაც ამასაც ამისთვისაც არის საჭირო, თუმცა მე არ მაქვს ილუზია, რომ აქ ფიზიკური ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ დღეს არის გადამწყვეტი ფაქტორი. ან ეს არის პროცესი, ჩვენ სამწუხაროდ ვართ საკმაოდ გრძელვადიან პოლიტიკურ ბრძოლაში ამ კაცთან და მისი მარიონეტების გუნდთან და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ კონსტიტუციის ფარგლებში, მანამ სანამ ეს პრობლემა არ გადაწყდება.